ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ეს არის ცივილიზაციური ქედმაღლობის და აღმატებულობის პოზა, რომელსაც ჩვენ გუშინ უყურებდით. ეს არის ტყუილი პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ იმ დაკვეთას, რომელიც ევროპელი ხალხებისგან მოდის და არიან სრულად აღსრულებლები რაღაც გეოპოლიტიკური გლობალისტური მიზნებისა, რომელსაც მათ ყურში უჩურჩულებენ არაფორმალური მმართველები. და მეორე, ეს არის იმედგაცრუება ქართული ხალხისთვის, რომელიც გარდა იმისა, რომ ისწრაფვის ევროკავშირში წევრობისთვის, არის თავად შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა, ევროპული ღირებულებებისა და ჩვენ ვხედავთ ქართველები, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი.